წუთებში ნაციონალური მოძრაობის წევრები და მათი ლიდერები იმყოფებიან ვარდების მოედანზე, ისინი მიემართებიან თავისუფლების მოედანზე. ხალხი არც ის ბევრია ამ მომენტისთვის. გამარჯობათ ბატონო გიგი, რას ფიქრობთ დღევანდელ დღეზე, როგორია თქვენი განწყობა? დღევანდელი დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, იმიტომ რომ ამ ხელისუფლებამ, რომელიც ვერ ერკვევა რა ხდება ქვეყანაში, არ ესმის ხალხის გასაჭირი, უნდა გაიგოს ეს ყველაფერი და ლარი ასე არ დაეცეს, ხალხი არ გახარიბდეს, სამუშაო ადგილები იქმნებოდეს, ეს არ არის. ამიტომ დარწმუნებულია, რომ ბევრ ადამიანს აქვს სურვილი დღეს გამოვიდეს და ასეც იქნება. ნახოთ, რას ფიქრობენ სხვა ლიდერები, მათ რა თქმა უნდა შევეკითხებით დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით. წევრები ასევე ქუჩაში იყვნენ გამოსულები. დღეს დაუშვათ მსგავსი ფორმით ხელისუფლება რაღაც კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს, იგივე დარბევასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. როგორი იქნება თქვენი პოზიცია ამ შემთხვევაში? მე არ ვიცი რომელ მსგავს მეთოდებზე საუბრობდით. ამ ადგილას იყო ოპოზიციის უამრავი აქცია, ათობით, რომელიც იყო მშვიდობიანი და ის გამონაკლისი სამწუხარო შემთხვევები, როდესაც ერთ შემთხვევაში ძალადობისკენ მიმართული აქცია იყო 26 მაისს და მეორე შემთხვევაში კი იყო ოლიგარქი, ვინც ხელი შეუწყო ამ ძალადობას, იყო გამონაკლისები. მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ეს არ მოხდება. ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა გარკვეული განცხადებები გააკეთეს, ისინი რამოდენიმე წამში დაიძრებიან თავისუფლების მოედნისკენ. ნახოთ, რა განწყობაა საზოგადოებაში. ზოგიერთებმა ჯიბები რომ მიიკერეს და ყველა რომ და აივსოს, ეს არ არის ქართული პოლიტიკა. გამარჯობათ, რატო ხართ გარეთ? რა არის თქვენი გამოსვლის მიზეზი? პირადად ჩემი გამოსვლის მიზეზი არის, რომ მოგაქციოს მთავრობამ ყურადღება. ჩვენ არავითარ ყურადღებას არ ავგზავნოთ მთავრობისაგან. არა რა. რატო? თქვენი განწყობა რატო ხართ გარეთ? კომენტარისგან თავს იკავებენ, არც თქვენ გვეტყვით? თქვენც არ გააკეთებთ კომენტარს დღევანდელ დღესთან დაკავშირებით? ჰა? თქვენ გეუბნებით. აი ესე ახალგაზრდები რატომღაც თავს იკავებენ კომენტარის გაკეთებისგან, რატო არ ვიცი. გამარჯობათ, როგორია თქვენი განწყობა, რატო ხართ გარეთ? რატო გამოხვედით დღეს ამ ადამიანებთან ერთად? ხალხის საგეთილდღეოდ. აქციის მონაწილეების, რომლებიც თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან, გითხოთ რა გაწყობაა, საიდან არიან და ასე შემდეგ. უნიათობა, იმიტომ რომ არაფერი არ შეცვლილა, პირიქით გაუარესდა და მივდივართ უარესობისკენ. ეს თავრობა როგორია უხარი და რა გვინდა? როგორია თქვენც მოგცემთ აუცილებლად აზრის გამოთქმის საშუალებას, რატო ხართ დღეს გარეთ? რამ განაპირობა რომ გარეთ გამოსულიყო? იმიტომ რომ ჩვენი თავრობა არაფერი რო არ არის, იმიტომ. საშუალება გვინდა პენსიონერებს უნდა მიხედონ, ხალხს უნდა მიხედონ და ახალგაზრდობას თავისუფლების ქვეშ უნდა იცხოვრონ. აი ეს არის ჩვენი და გადადგეს ეს უნიათო თავრობა. დღევანდელი აქციის მიზეზი არის ივანიშვილის მიერ ხალხის მოტყუება, რადგანაც მან ნაცვლად ქვეყნის წინწაყვანისა, უმუშევრობის პრობლემის მოგვარებისა, უფასო ფულის დარიგებისა, ხალხისთვის უკეთესი ცხოვრების შექმნისა, ყველაფერი უკუღმა გააკეთა. ვარდების მოედნიდან უკვე დაიძნენ ნაციონალური მოძრაობის ლიდერები და მათი მხარდამჭერები, როგორც ჩვენ ვფლობთ ინფორმაციას, თავისუფლების მოედანზე უკვე ხალხი შეკრებილი. მოედანი არის სავსე ხალხი და ამ წუთებში მიჭირს იმის თქმა, თუ ზუსტად რამდენი ადამიანია შეკრებილი, თუმცა ათასობით ადამიანი დღეს გარეთ ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით შეიკრიბა თავისუფლების მოედანზე. მეპური უნდა გამოაცხოს. ვისაც ესმის რაღაც აბრალებენ ეროვნულ ბანკს, ეს დიდი ფულის მშოვნელი გუშინ კარგად თქვა იმ ჟირაფმა, თუ ნახეთ საღამოს. ამან როგორი შევა ფულიო? კისერს და ენას ვერ არჩევსო. მაგან იშოვა სისხლით ალბათ ყველაფერი. ეს მოტყუებული, ეს შეურაცხყოფილი ერი ხელისუფლების მხრიდან, რომელიც სულიერ სხვა რამეს ელოდა უკანასკნელი წლების განმავლობაში და ბატონმა ოლიგარქმა მართლაც საოცარი აფიორა ჩაატარა. ჩვენ გვეუბნებიან, რომ არ არის საგანგაშო ვითარება.
ჩვენ მეორე გზაც გვაქვს ერთი რომ 10,000 ადამიანს მე ამას ხაზს უსვამ და ენახებია ხელისუფლებისთვის რომ ისინი არიან უნიატოები. შემდეგ არის საპარლამენტო გზა, ხელმოწერების შეგროვება. ჩვენ ვართ 50-ნი, ჩვენ დავიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას და მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხის დასმას სჭირდება 60 ხმა. ჩვენ ამ საკითხსაც დავაყენებთ და ჩვენ ყველა მეთოდს, კანონიერს, კონსტიტუციურს გამოვიყენებთ. საუბარი სხვა მეთოდზე არ არის. მთავრობა იქნება გადაყენებული აუცილებლად. რის შემდეგაც ჩვენი რწმენით უნდა შედგეს ტექნიკური მთავრობა, რომელის ფორმირებაში ივანიშვილი ვერ მიიღებს მონაწილეობას. პოლიტიკურ ასპარეზზე ჩანვარ იმდენად, რამდენადაც ქუთაისში ჩავდივარ და პარლამენტის მუშაობაში ვიღებ მონაწილეობას. ყველა პოლიტიკოსი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, რამდენად უნდა იაქტიუროს მედიასთან მიმართებაში, გამოსვლებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ყველა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული ადამიანები ახლა ამ წუთებში იმყოფებიან კანცელარიასთან. როდესაც უკვე იკრიბება ეს საზოგადოება აიძულებს ხელისუფალს გააკეთოს ის, რაც საზოგადოება სურს. ესე იყო ყოველთვის, ასე იყო ტრადიციულად და ეს ტრადიცია არასოდეს არ დაირღვევა.